მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა. მეგობრებო, უდიდესი მადლობა თვითონ აკობ ადამიანს, ვინც უტეხად, უწყვეტად, დაუღალავად იღებთ მონაწილეობას, ფიზიკურად იღებთ მონაწილეობას ამ უწყვეტ საპროტესტო აქციებში. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც სხვადასხვა მიზეზით ყოველდღიურად ვერ ახერხებს საპროტესტო უწყვეტ აქციებში მონაწილეობის მიღებას. ასეთი მოქალაქეები არა ძალიან ბევრი 10,000-ობით, ეს ძალიან კარგად მესმის. უფასო მეგობრებო, რომ ბევრი თქვენგანი სტრესულ მდგომარეობაში მუდმივ თუთქულები ტელევიზორს მიშენები ხართ და ხარბად ეწაფებით ახალ ამბებს, რომ გაიგოთ რა მოხდა, რა ხდება, კიდევ რა ჩაიდინეს არა ადამიანებმა ამ რეჟიმის სახით. ეხლა თქვენს ძალიან დიდი მადლობა ამ ტრიბუნიდან, ვინც ვერ ახერხებს ყოველდღიურად ამ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღებას. ყველა იმ ადამიანს დიდი მადლობა, ვინც სოციალურ ქსელში აქტიურობს, 10,000-ობით საქართველოს მოქალაქე, ვინც უკმაყოფილებას გამოთქვამს იქ სოციალურ ქსელში, ის გულისწყობას გამოთქვამს, მათაც ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჯერა ოპოზიციის, ვისაც ეიმედება, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, მსჯელობს, რასიზმს ოპოზიცია გადატეხავს ვითარებას ქვეყნის საკეთით დღეოდ, ყალახიდან სახელმწიფოს ამოიყვანს, სადაც რეჟიმმა ჩააგდო თუ არა. აქ მინდა თქვა თავად, ძვირფასო მეგობრებო, ოპოზიცია არის თითოეული საქართველოს მოქალაქე. საზოგადოება შედგება თითოეული თქვენგანისგან და ყველაზე თავარი რაც უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ხელისუფლება და რეჟიმი რომ ყავდეს ოდენავე საღას შემორჩენილი, უკვე 1000-ჯერ გადადგამდა შესაბამის ნაბიჯს, უკვე 1000-ჯერ გადადგამდა შერიგებისკენ ნაბიჯს, მაგრამ ეს არ ხდება და არ მოხდება. ერთადერთი ენა, რაც ამ რეჟიმს ესმის, ეს არის ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქე. ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქე არის ერთადერთი გამოსავალი ამ მძიმე ეგზისტენციალური კრიზისიდან. მინდა აქვე მივესალმო, ხნეობა უსურო, ჯანმრთელობა უსურო მიხეილ სააკაშვილს და ელენე ხოშტარიას. ხახდო, ახლა, როდესაც ქუჩებში გამოსვლის დროა, არაძალადობრივ საპროტესტო აქციებში უწყვეტად და უტეხად მონაწილეობის მიღების დროა, აღარ არის მხოლოდ სოციალურ ქსელებში აქტიურობის დრო. აღარ არის მხოლოდ სატელევიზიო გადაცემების ყურების დრო. თქვენ ალბათ ბევრ თქვენგანს აქ არ გქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდით იმ განცხადებას, რომელიც გაავრცელა სულ რაღაც 1 საათის წინ ირაკლი კობახიძე რეჟიმის სახელით, ოფიციალური განცხადება, რომელიც არის საეტაპო განცხადება რა თვალსაზრისით, იცით? ღია დეკლარაცია საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისა. ამ რეჟიმმა დღეს სულ რაღაც 1 საათის წინ გვითხრა და უთხრა ყველა ჩვენს ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორს და ევროპის სტრატეგიულ პარტნიორს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ხომაგობენ ქართულ დემოკრატიის განვითარებას. რომ ამიერიდანო ყველა თქვენგანიო მიმართავს ამერიკელებს, ევროპელებს, ვინც ჩათვლითო, რომ ქვეყანაში ჩვენ აქ პოლიტიკური მართლმსაჯულება გვაქვს პოლიტიზირებული და მიკერძოებულიო, ვიტოვებ ფლებას, რომ სახელმწიფოს მტრებად გამოგაცხადოთ. პირდაპირ ეს ითქვა. ყველა ის ადამიანიო მიმართავს უცხოელებს, ვინც თვლითო, რომ ჩვენო ანუ ქართულ ოცნებას ხავს პოლიტიკური პატიმარიო
ვიტოვებთ უფლებას, რომ ჩავთვალოთო, რომ თქვენ ხართ ჩვენი სახელმწიფოს მოწინააღმდეგეები. ეს არ არის ხუმრობა, ეს არის შავზე თეთრზე შავად დაწერილი განცხადება, რომელიც გაავრცელა ირაკლი ყობახიძემ რეჟიმის სახით სინამდვილეში რუსების დავალებით ხახო. ამიტომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და განსხვავებული იმისგან, რაც რამდენიმე წლის წინ მოხდა უკრაინაში. ის რაც იკადრა იანუკოვიჩმა, მაგრამ ისიც ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ დაასრულა. ამიტომ აქ დიახაც არის უკვე ცივილიზაციური ხახო არჩევანი გასაკეთებელი. მეტი რა უნდა გვითხრას რეჟიმმა, ღიად გვითხრა, რომ წყვეთ კავშირს დასავლეთთან. ამიტომ მათ ჩაუვარდა გავლით დღეებში დაპირისპირებისა და სისხლისღვრის ტაქტიკა და სტრატეგია ჩვენ არ ავყენთ. მაგრამ 10,000-ობით საქართველოს მოქალაქე ყოველდღიურად უნდა ვიღებდეთ მონაწილეობას ამ უწყვეტ საპროტესტო აქციებში. ეს ასე იქნება, ეს არ შეჩერდება. არ შეჩერდება და არ ავყევით ერთ გენერალურ დანიშნულ თარიღზე ჩვენ მათ ბრძოლას არ გაუმართავთ და არ გაუმართეთ და სტრატეგია და ტაქტიკა დაინახეთ. სიმართლის და მართალი ხალხის სასარგებლოდ გაამართლა და გამოიღვიძა საერთაშორისო საზოგადოება და განცხადებებზე კეთდება, რაც ჯერჯერობით მათთვის უმნიშვნელო არ არის და რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, დიდ წილად მათ შორის იმან, რომ დაუღალავად, შეუპოვრად, ყოველდღე მოსვენებას არ ვაძლევთ ამ ქვეყნის მართლას და სახელმწიფოს მოწინააღმდეგეებს. აქ მართლაც თუ გულით გვინდა, რომ არ გვაყურებინონ ადამიანის მკვლელობას, ქუჩაში გამოსვლის დროა. აქ ამ ქვეყანაში ახლა თუ მართლა გვინდა, რომ ღირსებას აბუჩად არ იგდებდნენ ყველა საქართველოს მოქალაქის, მართლა ქუჩაში გამოსვლის დროა. აქ ამ ქვეყანაში ამ პერიოდში თუ მართლა გვინდა, რომ ეს სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი, ვიმეორებ, დამოუკიდებელი საქართველო თუ გვინდა იყოს, ქუჩაში გამოსვლის დროა. ამ პროცესს, ამ განცხადებებს, რომელსაც ავრცელებენ, რა პროცესს აბუყებენ, ქართული ოცნება ამას არ აკეთებს. ამ ყველაფერს აკეთებენ პუტინის წარმომადგენლები, ანუ რუსეთის ფედერაციის, კრემლის წარმომადგენლები. ჩვენი მოწინააღმდეგეები არ არიან ქართული ოცნება. ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან პუტინის წარმომადგენლები, ხახო და მისი მორჩილები. პრაქტიკულად მექანიკურად ხელით არიან მართვის პროცესში ჩართულები. მიხეილ სააკაშვილი და ელენე ხოშტარია, რასაც ეწინება, ის მიზანი არ უნდა დაგვაუწყდეს და ამოცანა პირველ რიგში. ჩვენი ამოცანა რა თქმა უნდა არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა, ხახო. რის არ დაგვაუწყდეს, რისთვის წირავს და რისთვის უძალიანდება ამ რეჟიმს მარტო იქ გამოკეტილება. ყოველ დღე უნდა ვიყოთ ქუჩებში, მეთოდურად უნდა ჩამოშალოთ. ირღევა ეს რეჟიმი უკვე და უნდა ვარყიოთ და თითეული ქუჩაში გამოსული არაძალადობრივად მოქმედი საქართველოს მოქალაქე ნიშნავს, რომ ეს უკვე შერყეული რეჟიმი ჩამოინგრევა. აი ეს გამოწვევა დღეს ნათლად ამაზე მეტად რა უნდა მოხდეს, იცით? აი საქართველოს დროშა უნდა ჩამოიხსნას და რუსეთის ფედერაციის დროშა უნდა აფრიალდეს. ან აქ უნდა დაინახოთ რუსული შექმნა ჯარისკაცის და ტანკის. ამაზე მეც ეს ხალხი ვერ გვეტყვის, რას აკეთებენ. აქ მათი გულწრფელობა არის დასაფასებელი. ამ ადამიანებმა დღეს გითხრეს, რომ ჩვენ წვეთ დასავლურ ცივილიზებულ სამყაროსთან კავშირსო. და ეხლა ჯერი ჩვენზე, ჩვენს მოქმედებებზეა ხახო. მხოლოდ მძლავრი, უწყვეტი, დაუღალავი, ორგანიზებული და დისციპლინებული
პროტესტი, რომელიც უკვე სახეზეა და ამას ვერაფერი ვეღარ გააჩენს. დაანგრევს ამ რეჟიმს და გილოცავთ მართლა თითოეულ თქვენგანს. თქვენ გერგოთ წილად პატივი, რომ ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღოთ. ეს არ არის ჩვეულებრივი საჩუქარი განგებისგან ხახო. მესმის თითოეულ თქვენგანს რა თქმა უნდა ნორმალურ სახელმწიფოში ამ დროს ვიდრე აქ ავართ, ხვალ ვიდრე ვიქნებით კიდევ სხვადასხვა ადგილებში, გუში, სადაც ვიყავით და სანამ ეს რეჟიმი არ ჩამოინგრევა. რა თქმა უნდა, გვირჩევნია, რომ ოჯახებში ვიყოთ, რომ ოჯახური გეგმები, საოჯახო გეგმები დავგეგმოთ, რომ შვილები სკოლაში წავიყაროთ და მერე მივაკითხოთ, რომ გეგმები დავუსახოთ ჩვენ შვილებსა და შვილიშვილებს, მაგრამ არსებობს ეროვნული გამოწვევები, ხახდო. როდესაც ეს ეროვნული გამოწვევები არის უკვე ძალიან ხელის გულზე კაფიოდ დადებული, ბევრი რამ უნდა გადავდოთ განზე, ხახდო. ბევრი რამ უნდა გადავდოთ განზე. ბევრს ეგონა და გონია და ეს კლასიკური მიტინგები ჩატარების ტრადიცია იყო, იცით რა? ერთი შეკრება და დაშლა. არა, ბევრი შეკრება, ყოველ დღე რა გააკეთეს უკრაინელებმა, ხომ ვიცით როგორ იბრძოლეს, ყინვაში, თოვში, აი ესე, მათ იმდროდ უნდოდათ 8 ნოემბერს, რომ ჩვენ არაგონიულად მოქცეულიყავით და მერე საერთაშორისო საზოგადოებასაც კი არ ქონოდა შესაძლებლობა, რომ გვერდში დავდგომოდა და იარლიკი მოეწებებიათ სახელმწიფო გადატრიალების. მაგრამ ეს არ გავაკეთეთ და დაინახეთ რამდენი შეცდომა დაუშვეს. როდესაც არავყევით ფეხზე დგომები შვიდობიანად, არაძალადობრივად მოქმედი მოქალაქეები ტროტუარებიდან დაიჭირეს და ძალიან მძიმე ფასის გადახდა უწევთ ამათ. ამიტომ ჩემი თხოვნა ხახო გავიაზროთ დღეს საქართველოს მიმართა. გადავწყვეტ ფაზაში არის შესული სახელმწიფოს გადარჩენის ბრძოლა. მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიას გასაგებია, მაგრამ რატომ ეწირებიან ეს ადამიანები, ეს არ დაგვავიწყდეს ახლა. სახელმწიფო ჩვენ მალე არ გვექნება, არ გვექნება, მაგრამ გვექნება თუ არ დავიღლებით და თითოეული ჩვენგანი მომდენო აქციებზე ყოველთვის ერთ დამატებით მეზობელს ამ ხანას ნათესთან თუ წამოვიყვანთ. აღარ კმარა მხოლოდ სოციალურ ქსელებში აქტიურობა, აღარ კმარა შუმი, დუმარე, ხარდაჭერა და ნერვიულობა. რუსთაველის გამზირზე, თბილისში, ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქე არის ერთადერთი გამოსავალი რუსეთის დროშა გარიფრიალოს. არც ერთი პოლიტიკური პარტია აქ არაფერი შუაში არ არის. ეს არის დიახაც ეროვნული საკითხი, რომელიც უნდა გადაჭრას ერმა. მიბრუნდებით დღეს თქვენ სახლებში, გაეცნობით ამ ვერაგების მიერ გავრცელებულ განცხადებას და თავად დარწმუნდებით, რომ ეს დროშები, რომელიც ბევრ თქვენგანს შემოხვეული გაქვთ, შეიძლება ესეც სანატრელი გაგვიხდეს. დიახაც ჩვენ არ გვიმალავენ, რომ რუსეთის უკანა ბოსტანში და ეზოში ჩაგვაყუდონ ხახო. არა აქვთ ამ ადამიანებს გამკლავების და წინააღმდეგობის გაწევის უნარი ხალხის წინააღმდეგ. ხალხზე ჩვენზეა დამოკიდებული და ამ ნებას მე ვხედავ, ვერ დაიჭერენ ხახო, ვერც 100, ვერც 200 და ვერც 300 ადამიანს ერთდროულად. ამის რესურსი მათ არ აქვს. გამორიცხული ამბავია. 20 ივნისი ამ გადმოსახედიდანაც ხო ნათლად ჩანს, რომ შემთხვევითობა არ იყო. ხო კიდევ უფრო კაფიოდ დავინახეთ ამ გადმოსახედიდან, რომ 20 ივნისს გავრილოვის შემთხვევით არ აღმოჩნდა იმ სავარდეში. დროში გაეწელა პუტინს საკუთარი ზრახვების სისულეში მოყვანა და მოინდომა ბიჭმა პუტინმა 2021 წლის ბოლოსკენ ერთდროულად რამოდენიმე ამოცანის შესრულება მიხეილ სააკაშვილის ყველობას და დამოუკიდებელი სახელმწიფოს როგორც ასეთის დასრულებას. ერთი მეორესთან დაკავშირებული არის. დიახაც,
მიხეილ სააკს ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშობის უფლება. ჩვენ უნდა ვიყოთ ზე პროაქტიურები, ყოველდღიურად საპროტესტო აქციებში მივიღოთ მონაწილეობა და აი ასე ნაბიჯი ხარად, ალაძალადობრივად დავამსხვრიოთ. შეცდომის დაშობა რას ნიშნავს გეტყვით? შეცდომის დაშობა ნიშნავს პუტინის გაძლიერებას და მიხეილ სააკაშვილის დიდი ხნით ჩატოვებას ციხეში. ესეც ერთი მეორესთან დაკავშირებულია. თუ რამე არის არაადამიანური მოპყრობა, თუ რამე არის წამება გუშინ მოვისვინეთ ეკა ხერხეულიძეს გან, რა პირობებში ყავთ იგი 24 საათის განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებენ მას ციხის ადმინისტრაციის მიერ გადმობირებული პატიმრები, ხო? რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დროს არიან შესახლებული. სულ რაღაცა 3 თუ 4 მეტრი აშორებს მიხეილ სააკაშვილის საკანსა და იმათ საკრებს შორის ფანჯრებს მანძილი 24 საათის განმავლობაში დილამდე ხახდო აი ეს ხდება და მხოლოდ სოციალური ქსელი, მხოლოდ ტელევიზია, კიდევ ვიმეორე, მხოლოდ ჩუმი და დუმარე მხარდაჭერა და ნერვიულობა ვაიმე რა გავაკეთოთ, არა არ კბარა მტკიცე პროტესტი ყოველდღიური აი რამდენი ადამიანია, რამდენს დაიჭერეთ ხახდო დავარი არ ვიგზავნოთ და ვიყოთ ბევრი ჩვენი დღეს უაღრეს მომავალში მართლა მთელი საქართველო დადგება ხახდო დღეს იანუკოვიჩის გზას დაადგა ეს ხალხი მორჩა გათავდა ჯერი გამოცანა არის ჩვენზე რაც შეეხება ახლა ჩვენს გეგმებს გრძელდება ის რაც დავიწყეთ ხვალ გაიმართება რამდენიმე ნიშნავანი აქტივობები თბილისში და არა მხოლოდ თბილისში, რასაც ახლა მე არ დავანონსებ, მაგრამ დილიდან თქვენ ამ ყველაფერს იხილავთ. აქვე ხვალ 7 საათზე და ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა ჯგუფები, სამოქალაქო ჯგუფები, სხვა ოპოზიციური პარტიები არიან ამ საერთო საპროტესტო მოძრაობაში ჩართულები, რომ მიტაცებული ვადამდელი არჩევნები უკვე დაებრუნდა ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა მოვიპოვოთ გარდაუვალია. ხვალ 7 საათზე ერთ-ერთი ასეთი აქტიური ჯგუფი მოძრაობა სიცხვილია დაანონსა უკვე აქცია აქ რუსთაველის გამზირზე, სადაც აქ ვდგავართ და კარგია ახალგაზრდების, რომლებიც წლების განმავლობაში არის ძალიან აქტიურები და ღმერთმა გვიმრავლოთ ასეთი აქტიური ახალგაზრდა პატრიოტები ხვალ 7 საათზე ერთი სიტყვით მოძრაობა სიცხვილია აქ გამართავს აქციას, ჩვენ კი სხვადასხვა წერტილებში გავმართავთ სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციებს თბილისში და არა მხოლოდ თბილისში. მოკლედ ჩემო მეგობრებო რა, მაგრად იყავი და ქვეყნის სამსახურში დგომა არის ისაც ახლა ვაკეთებთ. ეს ამაზე ძვირფასი მეტი არაფერი არ აქვს. ჩვენზე არის დამოკიდებული. იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილის ცოცხალი ჩვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული და არა მარტო ამათ სიველურეზე. გასაგებია ესენი რასაც ჩადია. მაგრამ ისიც გასაგებია ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ. ვიქნებით საკმარისად აქტიურები და ვიქნებით სახელმწიფოს გვეკრება თავისუფალი და სუვერენული და არა ისეთი, როგორიც რუსეთისთვის სურკოვმა დაწერა სუვერენული დემოკრატიის სახით. არა ისეთი, აი ისეთი, ვისთვისაც წინაპრებმა თავი და სიცოცხლე შეწირეს. ვიქნებით გვექნება ეს ყველაფერი, ვისაც ცოცხალი იქნება, ელენებს ცოცხალი იქნება და სახელმწიფოს იარსებებს. თითოეულ ჩვენგაზეა დამოკიდებული წინ გამარჯვებისკენ, ბრძოლისკენ და იმ წვენისკენ, რამაც ეს დღეები შეგვაძლებინა, რომ უწყვეტი საპროტესტო აქციები გაგვეშალა და წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გველოდება. ბრძოლა გველოდება. ერთი იცოდეთ, რამდენი პოლიტიკური ლიდერიც არ უნდა დაგვიჭირო, კიდევ უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოხვიდეთ. რამდენი პოლიტიკური აქტივად მონაწილე პროცესებში სახეს არ უნდა დაიჭიროს, კიდევ უფრო მეტი ადამიანები უნდა გამოხვიდეთ.
დღეს სიყვარულის მტკიცება სახელმწიფოსადმი, ერისადმი, სიმბოლოებისადმი მტკიცდება ქუჩებში. სხვა გზა ანატოვა პუტინმა, სხვა გზა ანატოვა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ ბრძოლა გამარჯვებამდე ვარყიოთ რეჟიმი სანამ არ ჩამოინგრევა. ვარყიოთ რეჟიმი სანამ არ ჩამოინგრევა. ყოველდღიურად ესე მტკიცებ. მადლობა და ხვალამდე ხალხო, ზეგამდე, მომდენო დღეებამდე. აი ესე უწყვეტად და უყევად დიდი მადლობა რომ არსებობ. მადლობა.